ცოტა უცნაურად უნდა დავიწყოთ ჩემგან ხელმარჯვნივ. მდებარე ოთახიდან ისმის ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია ინგა შეიმეუღლე ბავშვებისათვის, რომლებსაც უკითხავს ის ლექციებს ისტორიაში, მუსიკის ისტორიაში, ასმენინებს წოდაც რომ ბეთჰოვენს, ამ შემთხვევაში ბეთჰოვენს, სხვა შემთხვევაში სხვას, ახლა ისმის ვერის წერის კაკუნი. ახლა მე ამას უნდა უსმენ, მეც ამას უნდა უსმენდეთ ესითა და რიგით, მაგრამ ამისთვის არ ვცალია, მეთქი ვიტყვი ასე, იმიტომ არ ვცალია, რომ მინდოდა ესაუბრა ჰორმუზის სრუტეში განვითარებულ პროცესებზე, შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა სხვა სახელმწიფოს, რომ იქნება და გამოვაგზავნოთ თქვენი სამხედრო გემებიო ბრიტანეთს, საფრანგეთს, სამხრეთ კორეას და ერთად მოუხსნათ ის პრობლემები, რომლებიც ჯერაც არსებობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის სიტყვებია, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად გავანადგურეთ ჩვენ ირანის ფლოტიო, მათ ამ ყველაფრის მიუხედავად ჯერაც აქვს შესაძლებლობა, რომ იერიშები დრონებით იერიშები მიიტანონ გარკვეულ სამხედრო, გარკვეულ ინფრასტრუქტურაზე და მათ შორის ორმუზის სრუტეში არსებულ ნავთობ ტანკერებზე და იმუქრებიან, რომ და მოდი საბოლოოდ ერთად აღმოფხვრათ ეს პრობლემა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მაინც და მაინც უჭირს, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთობისა და ერთიანობის დაფიქსირება გარდაულა დაუცილებელია, მათ შორის იმ სახელმწიფოების შორის სახელმწიფოების ერთობისა, რომლებიც ორი კვირის წინ, რომელთა ლიდერებიც ორი კვირის წინ დაახლოებით 10 დღის წინ ერთმანეთს გვარიანად აკრიტიკებდნენ. ბეთჰოვენი კი ამასობაში მიშლის ხელს მეთქი, ხმამაღალი ნათქვამია მიწყობს ხელს, მოდი ვთქვათ ასე. ამ თემაზე არ გავხურდები, სწორედ იმიტომ რომ ბეთჰოვენი მიწყობს ხელს თუ მიშლის ხელს, იმიტომ რომ კონცენტრირება ჭირს და ყველა ინფორმაციის მოძიება და საფუძვლიანად მომზადება, პატარა სტუდია კი არა, პატარა სამუშაო სივრცე გვაქვს მოწყობილი, სააწოლი ოთახიდან ინგა ჩემგან ხელმარჯვნივ მდებარე სააწოლი ოთახიდან ლექციებს ატარებს კვირაში 3-ჯერ თუ 4-ჯერ არ მახსოვს, მე კი ყოველდღიურად წერა ვიდეო ბლოგებს, ასაგვირველია პირველ ყოვლისა თქვენთვის და ამ ვიდეო ბლოგებს წერა დღეს დილით შემომხვდა, დღეს ერთი საინტერესო ვიდეო ბლოგი ჩავწერე მიხეილ სააკაშვილზე და დღეს შემომხვდა კიდევ ერთი საინტერესო ვიდეო კონტენტი, რომელზეც ყურადღების გამახვილება ღირს. ეს არის დებატები, რომლების პერიოდულად იმართება ხოლმე სხვადასხვა პროსახელისუფლო პროპაგანდისტურ არხზე და მე ბევრჯერ მithქვამს, რომ ამ დებატების მომხრე მაინც და მაინც მომხრე არა ვარ მეთქი, კი არა, საერთოდ არა ვარ მომხრე, იმიტომ რომ მგონია, რომ ეს ნორმალიზაციას უწყობს ხელს, ხოლო ნორმალიზაცია ხელისუფლებასთან, ხელისუფლებად წოდებულ ბანდასთან, რომელიც თავის მხრივ ყოველდღიურად ჩადისა და ჩადის სისასტიკეებს, ანგრევს ქვეყანას, დესაქართლოიზაციას აკეთებს, საერთოდ ვერ კითხულობს საერთაშორისო კონტექსტს, რომელიც მხილებულია არა ადამიანურ მოპყრობასა და წამებაში, რომელმაც გარკვეულზე მაღალი ალბათობით გამოიყენა ქიმიური იარაღი და ასე შემდეგ. მოკლედ დიალოგი, დასხდომა მათთან და საუბარი ნებისმიერ განყენებულ ან ნებისმიერ კონკრეტულ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელოვანეს თუნდაც საკითხზე, ესეთი ნორმალური საუბარი მაშინ, როდესაც წინასწარ და წინ ვიცით, რომ ისინი ხვალ ამ დიალოგის მიუხედავად განაგრძობენ საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას დესაქართლოიზაციის პროცესს რუსეთისაკენ საქართველოს წაყვანას, ჩაჩეხვას ჭაობში, ამოლპობას თუ ჩახრჩობას რუსულ ჭაობში, ნეხში ჩაგვადგმევინებენ ფეხს, მე მგონია, რომ სწორი არ არის. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ეს მე რა მგონია ერთია, სხვას რა მგონია მეორეა, კიდევ ბევრს რა მგონია მესამეა, მაგრამ არიან მოქალაქეები, ისეთივე ორყურები და ერთხვილები ჩვენ სინამდვილეში, რომლებიც სულაც არ იზიარებენ ამ მოსაზრებას და პირიქით გონიათ, რომ მართლები არიან და გონიათ, რომ თუ მგავლენ დებატებზე რომელიმე ხელისუფლებად წოდებული ბანდის რომელიმე წარმომადგენელთან და იქ თუ დაამარცხებენ, ხო, ეს არის მათთვის კარგი და საზოგადოებისთვისაც კარგი. ასეთები ბევრი შესაძლო არ არიან, მაგრამ ვინც არიან, ხომ არიან ასეთივე ერთხვილები და ორყურები, ორწარბები და ერთშუბლები, პოლიტიკოსები, უმრავლეს შემთხვევაში ასეთია, მაგალითად პოლიტიკური პარტია ბეთჰოვენი მე მგონი ცოტა მიაჩუმა ინგამ. ესეთია პოლიტიკური პარტია გირჩი, რომლის 2-3 ლიდერსაც ჩვენ ვისწობთ. სამივე ლიდერი, ან 3-დან 2, იაგო არ მახსოვს ამ დებატებზე შესაძლოა ვწდები ხვიჩია.
ამ სამიდან ორი და განსაკუთრებით ერთი უფრო ხშირად არის ხოლმე, ანუ ბატონი რაქვიაშვილი ხშირად არის ხოლმე ამგვარ დებატებზე, ბატონი მეგრელიშვილიც გამოჩნდა. ერთსაც და მეორესაც ხოთა შორის იაგოსი არ იყოს ლოგიკაში არ უჭირთ. აი თლად გულახდილები თუ ვიქნებით და მათ მიმართ ცოტა კომპლიმენტარულების დიალოგის წარმოება, ან არგუმენტების დახვევა და მიხლა, ლოგიკური არგუმენტების მიხლა ხელისუფლებად წოდებული წარმომადგენლებისათვის არ უჭირთ. სხვებთან ხანდახანზე ხშირად მარცხდებიან ხოლმე ისინი დებატებში, მაგალითად, ჩემი აზრით, ვახო მეგრელიშვილიც და იაგო ხვიჩიას უფრო ვახო მეგრელიშვილი დამარცხდა ვთქვათ თამარ ჩერგოლეიჩულთან, ოღონდ ის არ იყო ხელისუფლების მიერ მოწყობილი დებატები, როცა იყო მაშინ რაღაც თვეების წინ, თამარ ჩერგოლეიშვილის სტრატეგია მას ეს ქალი ფიქრობს, როდესაც მიდის დებატები, ბევრისაგან განსხვავების ყოველთვის ფიქრობს. ოღონდ მის მიმართ კომპლიმენტარული სულაც არა ვარ. ახლა ან რომ ვიყო რა პრობლემაა, მაგრამ ფიქრობს, სტრატეგიას აწყობს, იცის ვის რა, როგორ, რატომ უთხრას ხოლმე ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ შემთხვევებში მე მგონი არ იცის ხოლმე, მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა. მოკლედ ბევრი იაგო და ბევრი რაქვიაშვილი და ბევრი რაქვია ვახო მეგრელიშვილი ბევრად სჯობს, ერთი ვახო მეგრელიშვილიც კი ბევრად სჯობს ხელისუფლების ბანდის ბევრ წარმომადგენელს ერთად თუ ცალ-ცალკე და აი ამ ორ ჯგუფს შორის, ანუ აქეთ იაგო, კი არა, რაქვია მეგრელიშვილი და იქით შალვა პაპუაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი არა, ამ პროპაგანდისტურ არხ იმედზე შემომხვდა მათი დებატები და რასაც მოусმინე, იქაც ვახო მეგრელიშვილმა პრაქტიკულად სრულად გადაანადგურა ეს კახელი ბიჭი, კახელი კაცი შალვაია პაპუაშვილი მოვუსმინოთ მას და სწორედ მეგრელიშვილის რამდენიმე აქცენტზეც გავამახვილოთ ყოველდღიურად, მაგრამ ამავდროულად მეგრელიშვილის ოპონენტის ვიზავის შალვაია პაპუაშვილის რამდენიმე პასუხსაც ჩავუღრმავდეთ და გავაცამტვეროთ მეგრელიშვილთან ერთად ეს უკანასკნელი. ავისწყოთ. ყურეთ. მოთმინების პოლიტიკა. ჩვენ ახლა მექანიზმი არ გავაჩნია, როგორ მიაღწიეთ ბატონი პუტინის კეთილგანწყობას. ეს პოლიტიკა სიამოვნებაში 2008 წლიდან მომდიოდა, რომელსაც ქვია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. ერთი წუთი. ანუ ეს პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ ახლა ჩვენ, მომდინარეობს და მოდის 2008 წლიდან, რომელსაც ქვია, მე ხوار მომესმა. რომელსაც ქვია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. ამას ამბობს არა ხელისუფლებად წოდებული ბანდის მოწინააღმდეგე, არა ნაციონალური მოძრაობის კონკრეტული კოლექტიურის წარმომადგენელი, არამედ ამბობს თლად შალვა პაპუაშვილი და მე აქამდე ვიცოდი, რომ ნაციონალური მოძრაობა სწორედაც რომ მოუთმენლობა გულისა. ხო, მოუთმენელთა ჯგუფი იყო, რომელიც 2008 წლამდეც და 2008 წლის შემდეგაც ერთი საქმით იყო დაკავებული, როგორმე დატაკებოდა რუსეთს. და თქვენმა კომისიამ, შალვა პაპუაშვილის პარტიის კომისიამ, თეა წულუკიანის თავკარიანობით და თავკაცობით დაწერა დასკვნაში, რომ მიხეილ სააკაშვილმა და წინა ხელისუფლებამ განაპირობა საომარი მოქმედებები საქართველოში რუსეთის ინტერვენცია, ეს იყო არ უხმარი რამდენადაც მახსოვს, მოკლედ ჩვენ გავუკეთეთ პროვოცირება რუსეთს და რომ არა მიხეილ სააკაშვილის თავკარიანი პოლიტიკა, არასწორი პოლიტიკა რუსეთის სულაც არ შემოვიდოდა. ეხლა აღმოვაჩინე, რომ შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გქონია თურმე გქონია იქით ძაღლი ხებს, ეზოში ხებდა ბამბურა მურა, აქეთ ბეთჰოვენი, იქით ძაღლი, აქეთ შალვა პაპუაშვილი. საინტერესო. ხო, საინტერესო ტრიუმვირატი გამოვიდა. მოკლედ, ახლა აღმოვაჩინე, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა ჰქონია თურმე შემუშავებული საქართველოს წინა ხელისუფლებასაც და ესენი თურმე მიხვებიან იმ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, რომელიც შეუმუშავებია მიხეილ სააკაშვილს 2008 წლიდან. ანუ 2008 წლამდე როგორი იყო მიშა გავიგეთ. მათეული გააზრებით თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის საფუძველზე ჩააბარა ტერიტორიები და 2008 წლის შემდეგ ანუ მიშა სწორი პოლიტიკა ჰქონდა, ამას ამბობს შალვა პაპუაშვილი სტრატეგიული მოთმინების. არა, მე ვეთანხმები, რომ სტრატეგიული მოთმინების არ გეგონებს ობე გამართების, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორია. მიშა სააკაშვილს რაც ჰქონდა დარჩენილ 4 წელიწადში 8-დან 12-ის ჩათვლით, 13 ჩათვლით იყო მაინც პრეზიდენტი, 12 წლის ჩათვლით. თქვათ ასე, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა იყო და არა უმეტეს.
რაც შეეხება 2012 განსაკუთრებით 16 და 20 ან 22 წლიდან მიმდინარე პოლიტიკას, ამას სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას მე ვერ დავარქმევდი. ეს არის სტრატეგიული უკან დახევის, სტრატეგიული კონფორმიზმის, სტრატეგიული საქართველოსთვის ზურგში დანის ჩართვის პოლიტიკა. თანა ავტორი და არა მთავარ ავტორი შალვა პაპუაშვილი. ოღონდ მეგრელიშვილი არ ჩერდება. ეთხოვენი გაჩერდა და ძაღლი. 4 ფეხა ჩვენი მეგობარი სადარბაზოდან და მეგრელიშვილი კი არ გაჩერდა. მე კი გითხარით რომ დებატების მომხრე არ ვარ, მაგრამ როცა დებატები არის და ამგვარად შეუსრულებენ ხოლმე უკაცრავად ან საუკაცრავო რა არის ამ სიტყვაში, მე პრინციპში ამას თითქოს კი არა ნამდვილად მივესალმები ხოლმე და მომწონს ხოლმე პირველად ვაქებ გონი პარტია გირჩს. ახლა მექანიზმი არ გაგვაჩნია, როგორ უნდა ვიპოვოთ მოკავშირეები. არ არის შეჯიბრილ ლოზუნგებში, რომელიც აქვს გამოცხადებული ოპოზიციას რადიკალურ ნაწილს. აი ამ დისკუსიაში რაც ახლა ჩვენ საუბრობთ რა, ყველაზე არადამაჯერებელი რა მომენტია ის რომ მე არ ვიცი, ფაქტად არ ვიცი რომ ვიღაცა მართლა ომში ჩართვას თხოვდა და არა დიახ, არც ჩვენ არ ვიცით და სწორია ბატონი მეგრელიშვილი ვახო, არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის რომ ვიღაცა ომში მართლა ჩართვას ჩაბმას გთხოვდა. თუ ომში ჩართვა ჩაბმა უნდოდა დასავლეთს, ისევ პირველ სიტყვას დაუბრუნდები, მაშინ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა რატო გამოგვაცხადებიდა 2008 წლიდან. რატო მისდევენ ისინი ამ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, ეს ხელისუფლება თუ წინა ხელისუფლება. ომში ჩართვა თუ უნდოდათ და საქართველოს გარდაუვალი მარცხით, იმიტომ რომ ომში ჩართვის შემთხვევაში ყველანი თანხმდებით რომ რუსეთთან პირისპირ დარჩენილებით ჩვენ დავამარცხდებით, მაშინ ბარემღა დაგვეხმა და აგვამარცხებინ და ამარცხებინებდა რუსეთს საქართველოს დასავლეთი 2008 თუ 2009 წელს. მაშინ საერთოდ რატო მოგვეხმარა დასავლეთი ისე როგორც მოგვეხმარა, ვისთვის დამაკმაყოფილებლად და ვისთვის არა დამაკმაყოფილებლად ხსენებულ 2008 წელს. რატომ შემოვიდა მე-6 ფლოტი, რატომ გადაიკეთა ცა, რატომ ჩატარდა სამხედრო ჰუმანიტარული ოპერაცია, რატომ გამოიყო 4 მილიარდი და 8 მე კიდე 4 მილიარდი, ანუ ჯამში 8 მილიარდი იმისთვის რომ ჩვენ რაღაცა პროგრამები განხორციელებინა და მეტნაკლებად იოლად ამომძვრალიყავით იმ მდგომარეობიდან, ამ მდგომარეობაში აღმოგვაჩინდა შალვა პაპუაშვილისა და პირველ ყოვლისა ბიზნეივარიშვილის პარტნიორმა და მეგობარმა და უფროსმა ძმა რუსეთმა, პუტინმა, ვიტყვი ასე. რუსეთის გამარჯვება თუ ეწადა და უნდოდა დასავლეთს, როგორც პაპუაშვილი ირიბად თუ პირდაპირ და პაპუაშვილები ირიბად თუ პირდაპირ გვიმტკიცებენ, მაშინ 2008-შივე დაამარცხებინებდნენ რუსეთს საქართველოს და კიდევ ერთი დაუბრუნდეთ მეგრელიშვილის ვახოს სიტყვას, მე არ ვიცი და არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის გარდა 4-5 მაქსიმუმ 6 განცხადებისა, მათ შორის პირველ ყოვლისა უკრაინელების განცხადებისა, ემოციურ ნიადაგზე, ოღონდ კონტექსტიდან ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე, კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს გვთავაზობს სახელმწიფო პროპაგანდა. მე არ ვიცი გარდა კომენტარებისა დანილოვი და პოდოლაკი ის აგენტი რო აღმოჩნდა მე აგვარია ის ბიჭი არესტოვიჩი და ასე შემდეგ მათი კომენტარების გარდა მე არ ვიცი სახელმწიფო ოფიციალურ დონეზე ვინ გთხოვა ჩვენ და არც არსებობს. არა მარტო არ ვიცი, არ შეიძლება რომ არსებობდეს, არ შეიძლება რომ ვიცოდე, იმიტომ რომ არ არსებობს მოთხოვნა ოფიციალური ჩაერთეთ ომში. მაშინ მოლდოვა რატო არ ჩართეს საერთოდ ყურის ძირშია? ხავთ მოლდოვა, ეგრა მაგის პასუხია. მაინც და მაინც საქართველოზე რატო იყო გადაკიდებული თუ ევროპა თუ დასავლეთი ზოგადად და თუ უკრაინა? არ იყო ეს ფაქტი და ვერც იქნებოდა, მაგრამ ხელისუფლო პროპაგანდის გამოყენებით პაპუაშვილმა და არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისათვის ტვინთა რეცხვის სამარცხვინო ისტორიული და სამარცხვინო და რუსული კამპანია დაიწყეს და არ მინდა ვთქვა რომ უშედეგოდ დაიწყეს გააგრძელეს. მეთქი აქ მეგრელიშვილი ამ შემთხვევაშიც გაგიკვირდება და მართალია მე არა ვარ მომხრე ამ დებატებისა ამათთან ბანდიტებთან, მაგრამ როცა გავდივართ მინიმუმ ასეთი დამაჯერებლები მაინც უნდა ვიყოთ, როგორიც არის ვახო მეგრელიშვილი, ღმერთო ჩემო, როგორ დავუშვებდი, როგორ წარმოვიდგენდი რომ მას შევაქებდი ოდესმე მას და მის პარტიას. არის ეს ჩემი აზრით, ეს აი უბრალოდ ქართული ოცნება ისე ინტენსიურად ამას ლაპარაკობს, რომ შეიძლება რაღაც თავისი რაღაც ამურჩეველი დაარწმუნა, მაგრამ აი ფაქტად სწორია. სანქციების დაწესების მოთხოვნა მაგდა ანიკაშვილ პროპაგანდისტს უნდა ვუთხრათ, სანქციების დაწესების მოთხოვნა არ არის ომში ჩართვა. სანქციების დაწესების მოთხოვნა არის რუსეთის დასუსტების
რუსეთის დასუსტების მოთხოვნა გასაკვირველია ამასობაში შემოსუსტდები შენ იმიტომ რომ შენი ხელისუფლება წოდებული ბანდის გამოისობის პოლიტიკის გამოისობით წყალობით შენ რუსეთი პრაქტიკულად პირველი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორია მაგრამ არავინ არ გხობდა ზეთის შემოტანის აკრძალვას რუსეთიდან პირველადი მოხმარების საგანია ზეთი იცით თქვენ აქ ლაპარაკი იყო სტრატეგიულ საკითხებზე სტრატეგიულ ნედლეულზე სტრატეგიულ აღებმიცემობაზე სტრატეგიულ საკითხებში და სტრატეგიული ნედლეულით და საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეთქვა თავიდანვე 25 თებერვალსვე ღარიბაშვილს ათრეულს და ბახმელაში რომ ჩვენ რა საკვირველია არც ნავთობით არც ჩიპებით მიკროჩიპებით არც ტექნიკით და ასე შემდეგ არ შეუწყობთ ტექნიკის ვაჭრობით ხო არ შეუწყობთ ხელს რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში აი ეს რო ეთქვა ეს პრობლემები 4 წლის თავზე აღარ იარსებებდა ეხლა ერთად 7 წუთიანი ვიდეოს ჩვენებას ცხადია არ ვაპირებ კიდე მოусმინოთ თუნდაც 42 წამია გასული კარგია რომ არა 41 გავწვდით 41-ს კიდე მოусმინოთ თქვა წუთნახევარი ანუ საინტერესოებია თუნდაც გადავახვიოთ და ისე პაპუაშვილამდე მინდა რომ მივიდე ხოდა თუნდაც აქციების დაწესება ხო ერთი და იგივე პირდაპირ გაგებით არ არის და აქ ხო საუბარი იყო რომ ვიღაცა ჩუმად შეხვდა სადღაც და იმას ვიღაცას და უშთხოვა ომში ჩართვა და ეს ხვას ვერ იღებს მიაქციეთ ყუადღა პაპუაშვილი მარტო ქართული ოცნება იძახეს ამერიკის რაღაცა ელჩი ხო არ ადასტურებს ამერიკის ელჩს ესე ამბობდნენ ესენი რომ მაგიდაზე ხელი გვიბრახუნაო რაც არის არსებითი ტყული და არა მხოლოდ კონკრეტული ელჩის შელახვა შეურაცხყოფა რეპუტაციის შელახვა ხო არამედ მთლიანად შეერთებული შტატების რეპუტაციის იმიჯის შელახვა იმიტომ რომ ელჩი ვერც მუშს დააბრახუნებდა და ვერც ააბრახუნებდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანუ უმაღლესი ხელისუფლების ნებართვის გარეშე მათ შორის ვერც წინა ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე და დაადანაშაულო ბლინკენი ან დაადანაშაულო ბაიდენი საქართველოს ომში ჩართვის ცდილობაში ის ბაიდენი რომელიც იმას ამბობდა თავდაპირველად რომ არ აუშავს ცოტაზე შემოვა რუსეთი უკრაინაში პრობლემა ეს არ არის პრობლემა ეს არ იქნებაო ხო სულ მინიმუმ უსვინდისობა სვინჩივის ეს არის რუსული თამაში ხო თხოვებო რა ხო და მე სხვა რამეზე მინდა რომ აი ნიკარასაც ლაპარაკობდა და მართლა ჩვენი უსაფრთხოების საკითხზე მინდა რომ მივიდე აი წერდა რასაც მე ჩარჩოში ეს არის საკვალნზო კითხვა მეთანხმებოდით რა ამ ჩარჩოში და საქმე რაშია მაგრამ ჩვენ რო ვიყოთ ხელისუფლებაში ანუ თქვენ იცით რას გავაკეთებთ და რასაც ჩვენ გოლია მართლა ზოგადად საკაცობრიო ღირებულებები და დასავლური ღირებულებების ნაწილი იმის დანერგვას ქვეყანაში დავიწყებდით მიუხედავად თქვენ რო იძახით რომ საშინაო პოლიტიკის გაგრძელება უნდა იყოსო საგარეო პოლიტიკაო მართლა რაგას გავაკეთებთ ანუ საშინაო პოლიტიკა გვექნებოდა რადიკალურად დასავლური ანუ ადამიანზე ხო ოღონდ ადამიანზე ორიენტირებული დასავლური ხო აი საგარეო სწორია თუ ვინმე ამბობს მე არ მსმენია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან რომ საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება ან პირიქით საშინაო პოლიტიკა არის საგარეო პოლიტიკის გაგრძელება არ მსმენია გულახდილად გეტყვით მაგრამ თუ ასე ამბობენ სწორი განცხადებაა და აქ ამბავის ის არის რომ ქვეყნის შიგრითაც როგორც ესენი ქმედებენ ანუ რეპრესიების გატარებით ქიმიური იარაღის გამოყენებით წამებით ეუთოს დასკვნაში ეს წერია მოსკოვის მექანიზმების პარგლებში არსებულში და ასე შემდეგ ესენი სწორედაც რომ რუსეთს ანუ არა დასავლურ პოლიტიკას ატარებენ და ვახო ამ აქცენტს ვავს მეგრელიშვილი და სწორი აქცენტია ესეც მე მინდა რომ მივიდე იმ ნაწილამდე სადაც ვახო ჩემი მოსაზრებით ყველაზე უფრო საინტერესო კითხვით მიმართავს შალვაია პაპუაშვილს და ვერადა ვერ მივედი ახლა წუთი და 39 და გასული 7 და 16-დან და თლაც 7 და 16-ს არ მოგასმენებს ამიტომ გონი მალევია ეგ რამანის გასვლა ახლა რომ ლოგიკური შევდა არ შევაწყვეტინო ეს საინტერესოა რომ არ გავამახვილ ამაზე ყურადღება აქ ჩახტა მაგდანიკაშვილი ნახეთ ჩახტა იმიტომ რომ ხდება მაგდანიკაშვილი გუმან მაქვს უცებ დამარცხდა შალვა პაპუაშვილიო ხდება რომ ახო მეგრელიშვილმა შეუსრულა იმ მომენტში და როგორც მოდერატორი ვითომ ობიექტური მსაჯული ჩახტა და აწყვეტინებს ახო მეგრელიშვილს და სწორია აი ასეთი ახოსთან ბოდიში ასაკვირველია მეგრელიშვილთან ასეთი ნაგლი ასეთი თავხედური ასეთი პირდაპირი ასეთი თავხედური კალი კონტაცი უნდა იყო მათ შორის ამ ვითომ ობიექტურ რეალურად კი ხელისუფლების მომხრე პროპაგანდისტ ჟურნალისტებთანაც კი
უნდა ყოფილიყო დაბალი გადასახადები სახელმწიფო არ სწორია. უნდა ყოფილიყო ჩარეული ბიზნესში სიტყვის თავისუფლება უნდა ყოფილიყო გარანტირებული სასამართლოზე მართლა მუშაობა უნდა ყოფილიყო დაწყებული რაც ის რო დუმს მართლა ვიღაცა წერალოიდები თუ არ შემოდიანო ინვესტორებიო მართლა უნდა შემოსულიყო ესე იგი მანამდე უთქვამს პუაშვილს რომ ინვესტორები არ შემოდიან. დიახ, ინვესტორები არ შემოდიან. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით დასავლელი ინვესტორები არ შემოდიან, მაგრამ ამას თუ აღიარებდა პუაშვილი, ეს კი აღარ მეგონა და გაჩენილი იყო ასეთი პატარა ქვეყნით, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მექანიზმი არ გაგვაჩნია, როგორ უნდა ვიპოვოთ მოკავშირეები. იმიტომ რომ სწორია. რა უნდა არის მოკავშირეებს, ხო? ხვეწ და გებედრებით ვიყავით ჩემი მოკავშირე საფრანგეთო, ხო დამიცავ. გერმანია ხო იქნებით ჩემი მოკავშირე. ოღონდ შენი დედავატირე ხო იქნებით ჩემი მოკავშირე. აი ეს ეკმედებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, ესე ამბობს, ესე აკეთებს, თან აგინებს 2 დღეში 3 ჯერ. თან შან 7 დღეში 2 ჯერ ეხვეწება ირიბად. რომ ვიყავით ჩემი მოკავშირეო. არ დაგიცავენ. არ დაგვიცავენ მესამე თუ მეორე პირში თუ მესამე პირში თუ არ თქვა, მეორე პირში თუ არ თქვა, არ დაგიცავენ და არ დაგვიცავენ პირველ პირში თუ ამგვარ პოლიტიკას და რაღაცი ამგვარ პოლიტიკას აგძელებთ და პერიოდულად ამბობთ რომ აი ევროკავშირში პრინციპში თანახმანი ვართ რომ გავწევრიანდეთ, მაგრამ ევროკავშირის დედავატირე მე, მაგრამ თანახმანი ვართ რომ გავწევრიანდეთ. მაგრამ ევროკავშირის დედავატირე ამას თუ ამბობთ ნატოზეც იგივეა პრინციპში და ცალკეულ სახელმწიფოებზე იგივეა ეს დასავლეთი არ იქნება ჩვენსკენ მოდი ვიტყვი ასე თქვენ რო ჩადიხართ და ვიღაცას შეეხვეწებით მოდი ჩემი მოკავშირე იყავი ის ხო ვერ იქნება ჩემი მოკავშირე სწორია ესე იგი ვიღაცა უნდა არსებობდეს რომ ის დაინტერესებულია რომ კავკასიაში იყოს თავისუფალი ქვეყანა რომელსაც თავისი ეკონომიკა განვიხილოთ 51 გოდიში ამასობაში რეკლამა ჩაირთვება ხოლმე და სანამ განვიხილოთ 51 კვადრატული მეტრი ბინარა იღებს სადღაც მანამდე სკიპსაც დავაჭერთ ჩვენ ვერ დადგა ამ სკიპის წამი 19999 დოლარი ღირებულა მეორე აი სკიპის დასკიპს და ახლა აი პაკუაშვილი არა გოდიში როგორ უნდა ვიპოვოთ მოკავშირეები არ არის შეჯიბრილ ლოზუნგებში რომელიც აქვს გამოცხადებული ოპოზიციის გაშუაში რადიკალურ ნაწილს აი ამ დისკუსიაში რაც ახლა ჩვენ საუბრობთ რა ყველაზე არადამაჯერებელი გოდიში ეს გადავახვიეთ უკაცრავად ის ვერ იქნება შენი მოკავშირე არა ამოიღეთ ეხლა რაღაც უბრალოდ ამოიღე ზოგადად ვერ ვნახულობ იმ ნაწილს რა ახობეგრელიშვილი ეუბნება რომ რუსეთის და პუტინის კეთილგანწყობაზე ვართო დამოკიდებულიო ანუ პუტინი თუ იტყვის რომ მოდი ხარ დავესხათ თავს давайте и нападём на Грузию ამაზე ვარ და ამაზეა დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოება ასე გამოდის საქმეს ის არის რომ ახობეგრელიშვილმა 23-ით 41-ით 0 მოუგო პაპუაშვილს და კარგია ეს მივესალმები ამას საქმეს ის არის რომ ეს არის მართალი დიახ პუტინის კეთილგანწყობაზე ვართ დამოკიდებული და რუსეთის კეთილგანწყობისათვის მიზეზი მიცემით ვართ დაკავებული ანუ რა საფუძველი რომ შევხვდეთ რომ კეთილად იყოს განწყობილი ის რუსეთი ჩვენს მიმართ და რუსეთი ისეთი ღორი ქვეყანა ბოდიში ალბათ არ უნდა თქვა ქვეყანაზე ეს ხო მაგრამ მეორე მხრივ რატომაც არა მოკლედ ისეთი ღორული პოლიტიკა აქვს ან ღორული პოლიტიკური ელიტა ხავს რომ ის დაგათმობინებს დღეს ერთს ხვალ დაგათმობინებს მეორეს ხვალ ზეგ მესამე და ასე შემდეგ სულ დაგათმობინებს 10747 ჯერ და კიდე ბილწის სიტყვების მოშველება არ მინდა. ახლა ანუ არ დაკმაყოფილდება რაღაც 5 დათმობით ან 7 დათმობით. როგორც კი ხედავს რომ შენ დაუთმე 8 ჯერ, აუცილებლად მოგთხოვს მე-9 დათმობას და ეს ყველა შემდგომი დათმობა არის წინა დათმობაზე ბევრად უარესი ღირსების შელახვის კუთხით რაკურსით თუ თვალსაზრისით, აგრეთვე სახელმწიფოებრიობის არსებობის კუთხით რაკურსით და თვალსაზრისით ის არ კმაყოფილდება ეს ღორული სახელმწიფო არ კმაყოფილდება 1-18 დათმობით. უსასრულოა მისი ფანტაზიები მეზობელი სახელმწიფოების მათ შორის საქართველოს გაუპატიურებისა, ბოდიში ამ სიტყვისთვის და გუბოდიშოდაც მე შემეძლობე თქვა გაჟიმვისა, მოდი ვიტყვი ასე და აი პაპუაშვილს კი ეს არა მარტო არ გაუგია, არამედ ვერ გაუგია, არა მარტო ვერ გაუგია, არამედ არ გაუგია. ვერ ხვდება ბიზინა ივანიშვილის ყველა წარმომადგენელი, რომ ბიზინა ივანიშვილის ყველა წარმომადგენელი ვერ ხვდება, რომ რუსეთი გადაანადგურებს ამ ქვეყანას ყოველი შემდგომი დათმობის
გამოც რაც რომ მალე დავასრულებთ ამ დათმობების პოლიტიკას. ეს არ ნიშნავს რომ უჭკუო პოლიტიკა უნდა დავიწყოთ რუსეთთან. არა, რა საკვირველია, დიდი მეზობელია, სამწუხაროდ მეზობელია, მტერი ქვეყანაა და ეს ყველაფერი გავიგე. მაგრამ შენი ღირსება უნდა შეინარჩუნო. თავარი რასაც ჩადის, ხო, პარტიორების გარეშეც რო გვტოვებს ეს ბანდიტი კაცი, შალაბაპუაშვილი, ბიზნეევანიშვილის კარნახით. ხო, თავარი რასაც ჩადის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ ეს არის რუსეთისათვის გაწოლა და გაუწვევი და მარცხდები. ამის თქმა მინდა სულ. ახო მეგრელიშვილს თუ შევაქებდი არ მეგონა, პუტინის კეთილგანწყობის იმედზე როა დარჩენილი შალაბაპუაშვილი ეს მეგონა, ბეთჰოვენი იყო ხო ჩართული? მეხუთე სიმფონია? მადლობა. კარგად გამოვიცანი. იქით ძაღლი ბამბურა მურა ხებ. მედი ვის ვთქვი მე ბედისწერის გაკუნზეც გავამახვილე ყურადღება განაარა. ვახ. მასწავლის. კარგია. ხო, ბედისწერის გაკუნე. ხო, მე სხვა არ ჩავთო. მოკლედ. გვიკაკუნებენ. ჩვენს გვიკაკუნებს ბედისწერა თუ მართებული სიტყვა და ჩვენ უნდა გადავრჩენთ როგორმე. პაპუაშვილი ვერ გადაგვარჩენს. ახო არ ბიწყეს, მე მგონი ვერც მეგრელიშვილი, მაგრამ მასზე არ გავამახვილოთ ახლა ყურადღება. ნახვამდის. არა, მადლობა მეგრელიშვილს ბოდიში ხა. შემომე კრიტიკა, არა და კარგად შეუსრულა იმ პაპუაშვილს.